მოგესალმებით, მაკეთებელში მორიგი საქმიანი ამბავის დროა და დღეს ვილაპარაკებ თუ როგორ უნდა შევქმნათ მომგებიანი ბიზნესი. ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი გადავწყვიტა, იმიტომ რომ ჩემი სტარტაპი ახლა არის ეტაპზე, რომ ჩამოყალიბდეს ორგანიზაციად, რომელიც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც შექმნის დოვლათს მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის. მოდით დავიწყოთ პირველი ეტაპიდან და ეს პირველი ეტაპი არის, რომ გავიგოთ რეალურად რის სიკეთება გვიყვარს და სად უნდა პოზიციონირდეთ, რომელ სფეროსთან უნდა ვიყოთ დაკავშირებულები. მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი ეტაპი ყველაზე რთული მომენტია, რადგან რომელიღაცა კომპანიასთან დებთ ხელშეკრულებას და იწყებთ მუშაობას და ეს მუშაობა გადაითარგმნება რაღაც კონკრეტულ ფიქსირებულ ანაზღაურებაზე. მინდა გითხრათ, რომ მე ამ 6 წლის განმავლობაში ალბათ 5 თუ 6 სფეროზე მეტ კომპანიას მქონია ურთიერთობა, შეიძლება კიდევ უფრო მეტთან და ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ვეძებდი ისეთ სფეროს, სადაც ვიქნებოდი ესე ვთქვათ კომფორტულად და ამ კომფორტში ყოფნა გადაითარგმნებოდა გარკვეული ტიპის შემოსავალში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუნდაც სადაზღვეო სფეროში, საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ან საკონსულტაციო სფეროს მიმართულებით, როდესაც ვიყავი, ყოველთვის გრძნობდი რაღაცა დანაკლის და ვფიქრობდი რეალურად რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მომწონდა თუნდაც იმ კომპანიებთან თანამშრომლობის დროს, რასაც ვაკეთებდი და ეს იყო ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესი ადამიანებთან მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკების პროცესში მათი, ესე ვთქვათ, პრობლემების მოგვარება. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, სიტყვა პრობლემა, ძირითადად ვიყვანებ ხოლმე, ესე ვთქვათ, გამოწვევას, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორად რომ გაიგოთ ჩემი, ესე ვთქვათ, სათქმელი, გამოვიყენებ სიტყვა პრობლემას. როდესაც დავიწყე ამ თემატიკაზე ფიქრი, რომ ესე იგი მე ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, საუბარი და რაც ყველაზე მთავარია ადამიანების მოსმენა და ამ მოსმენის შემდეგ მათი პრობლემების მოგვარება. თქვენს გირჩევთ, სანამ რაღაც საქმიანობას დაიწყებთ და სანამ უშუალოდ რაღაცა ფინანსურ ინვესტიციას განახორციელებთ რომელიმე სფეროში ან მიმართულებაში, დაფიქრდით. რამდენად არის ის სფერო თქვენთან ახლოს, რამდენად არის ეს სფერო თქვენთვის, ესე ვთქვათ, ის ადგილი, სადაც გინდათ რომ განვითარდეთ, ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად და შექმნათ ორგანიზაცია ან კომპანია, რომელიც გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ, გამოწვევებს უპასუხებს. შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და შემდეგი ეტაპი არის კონკრეტული პრობლემის მოგვარება. რეალურად, როდესაც დავიწყე ფიქრი და მივხვდი, რომ ყველაზე კომფორტული იყო ჩემთვის ადამიანების მოსმენა და პრობლემის მოგვარება, არ ვიცოდი რა ფორმა უნდა მიმეცა ამ ყველაფრისთვის, რომ გამემარტივებინა ჩემი საქმე და დამეწყო რეალურად ჩემი საქმიანობა. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ყველაფრისთვის საჭიროა მქონდეს რაღაცა კონკრეტული სივრცე, სადაც ადამიანებს შევკრებ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც სჭირდებათ მაგალითად საერთაშორისო გადაზიდვები, ბუღალტრული მომსახურება, პირობითად ფინანსური მომსახურება, ბიზნეს გეგმა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების მომსახურება და ასე შემდეგ. ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრით დაინტერესდებიან და რამდენად იქნება რეალურად დაინტერესება ამ ყველაფრის მიმართ. სანამ უშუალოდ რაღაცას, ესე ვთქვათ, კომერციულ სახეს მიცემ, უნდა გაიგო რეალურად რამდენად არის ზოგადად საზოგადოებაში ინტერესი ამ ყველაფრის, ანუ გავაკეთოთ ესეთი ნაბიჯი, გავყიდოთ გაყიდვებამდე. შესაბამისად, ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ დავიწყე საინტერესო ადამიანების შემოკრება, ძირითადად იყვნენ გაყიდვების წარმომადგენლები თავიდან ჩემს არხში და მიზანი იყო ის, რომ რეალურად პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ შემეკრა გაყიდვების წარმომადგენლები იმ მიზნით, რომ ჩვენ როგორც კოლეგებს ერთმანეთს დავხმარებოდით, მიგვეცა ერთმანეთისთვის რჩევა, რეკომენდაცია, კომუნიკაცია, რაღაცა კონტაქტები, ასე შემდეგ, რომ როგორც მაგალითად ბუღალტრები ეხმარებიან ხოლმე დეკლარაციების პროცესში ერთმანეთს ან რჩევას აძლევენ რაღაც კონკრეტული გატარების დროს, მსგავსი მხარდაჭერა ყოფილიყო პირობითად საწყის ეტაპზე. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი დავიწყე, ძალიან მალე ნელ-ნელა იზრდებოდა, ესე ვთქვათ, ინტერესი ამ არხის მიმართ და მე მეგონა, რომ ძირითადად გაყიდვების წარმომადგენლები დაინტერესდებოდნენ ამ ყველაფრით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
მსგავსი ურთიერთობები და ესე ვთქვათ საქმიანი საუბრები აინტერესებთ ესე ვთქვათ კომპანიის დამფუძნებლებს, დირექტორებსაც მაგალითად. ანუ ფრონტში მყოფ თითქმის ყველა პოზიციის ადამიანს აინტერესებს ეს ყველაფერი და ნელ-ნელა განვითარდა ამ პროცესის ჩამოყალიბება. ანუ რეალურად სანამ უშუალოდ მე მივხვდებოდი რომ მე შემეძლო მოსმენით კონკრეტული ბიზნესისთვის პრობლემის მოგვარება მოსმენით და შემეძლო ერთი შეტყობინების პრინციპით დავხმარებოდი მას და დავხმარებოდი მას დაკავშირებაში იმ კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც რეალურად მას სჭირდებოდა, არც მიფიქრია რეალურად ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერს ვაკეთებდი, ესე ვთქვათ, დინებას მივყვებოდი და ყოველდღურად ვცდილობდი, რომ განმევითარებინა ეს ყველაფერი. შესაბამისად, თქვენს გირჩევთ, რომ სანამ უშუალოდ იპოვით იმ თემას, იმ მიმართულებას ან იმ ბიზნეს საქმიანობას, რომელიც გინდათ, რომ რეალურად განავითაროთ და კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, მიყევით დინებას. ცადეთ უამრავი რამ. პირველი ნაბიჯი მაგალითად ჩემი მხრიდან ხო ხედავთ რა იყო, რომ მე მინდოდა მქონოდა სივრცე, სადაც ადამიანებს, საქმიან ადამიანებს შემოვკრიბავდი და ესენი იქნებოდნენ რეალურად ჩემი კოლეგები, ანუ გაყიდვების წარმომადგენლები, რომლებიც ყიდიან სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, მაგრამ არც კი მიფიქრია იმ მომენტში ის რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადათარგმნილიყო როგორც ორგანიზაციად, რომელიც გაამარტივებდა მაგალითად ბიზნესისთვის იმ მომენტს, რომ ერთი შეტყობინების პრინციპით მიიღო ის მომსახურება რეალურად რაც მას სჭირდებოდა. ანუ ეს რეალურად არის ჩემი მაგალითი. ეს არის ჩემი მაგალითი, რომელიც დაკავშირებულია საუბართან, ურთიერთობებთან, ნეტვორკინგთან და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ისეთი სიტუაცია და ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელიც თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მაგალითად ყველაფერი როდესაც კარგად მიდის, შენ სივრცეში ან შენ საზოგადოებაში შემოიჭრას ისეთი ადამიანები, რომლებიც ქაოსს გამოიწვევენ, რომლებიც არ მოგისმენენ მაგალითად რუტინას დაგირღვევენ და ასე შემდეგ. მოდით ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეხლა და რო შევაჯამოთ ეხლა პირველი და მეორე ნაწილი, ანუ პირველი ჩამოვყალიბდეთ იმაში თუ სად გვინდა რომ პოზიციონირდეთ და მეორე გავიგოთ რეალურად რა პრობლემას მოაგვარებს ეს ყველაფერი. ზოგადად ნებისმიერ ეს მაგალითად ჩემ შემთხვევაში მოითხოვდა რა თქმა უნდა ბიზნეს გეგმასაც, რა თქმა უნდა სტრატეგიულ ნაბიჯებს და ასე შემდეგ, სანამ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ გავშლი რეალურად რა გავაკეთე იმისთვის, რომ მაგალითად დღევანდელ რეალობასთან მოვსულიყავი, გეტყვით რომ ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც ესე ვთქვათ ჩაიფიქრებთ და წარმოიდგენთ რომ უნდა განახორციელოთ, ამ ყველაფერს სჭირდება რეალურად გეგმა. ჩემ შემთხვევაში მე რადგან უბრალოდ ჩემს ნაკის ვალდებულებას ესე ვთქვათ ვასრულებდი და ამ ნაკისრი ვალდებულების ფონზე მივხვდი რომ ამ ყველაფრის გადათარგმნა შემეძლო ესე ვთქვათ ბიზნეს საქმიანობის ჭრილში, ეს ჩემი ძალიან ესე ვთქვათ ინდივიდუალური მომენტია, მაგრამ მე თქვენ გირჩევთ რომ როდესაც მაგალითად ჩაერთვებით წარმოების პროცესში, ვაჭრობის მიმართულებით, ჩაერთვებით პირობითად ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მომსახურებასთან და ასე შემდეგ. აუცილებელია ჩაატაროთ ესე ვთქვათ ბაზრის კვლევა, გაიგოთ რეალურად ბაზარზე არის თუ არა თქვენი კონკურენტები, არიან თუ არა კომპანიები, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულები და ასე შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯი რეალურად დაგეხმარებათ რაში, რომ გაიგოთ რეალურად არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულების განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. და ეს ორიენტაცია დაგეხმარებათ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავში, რომ ან თქვენ პირველი არ ხართ, არ გიწევთ რომ საზოგადოებას ასწავლოთ, პირობითად ყველას ასწავლოთ, რომ ეს ყველაფერი არის ესე ვთქვათ საჭირო, მნიშვნელოვანი განვითარებისათვის, კომპანიისთვის და ასე შემდეგ, მოკლედ მთელი რიგი პროცესები რო არ გაიაროთ. ანუ რაღაცა ნაწილი ბაზარის უკვე ჩამოყალიბებულია იმაში, რომ პირობითად ესეთი ტიპის მომსახურება საჭიროა ბიზნესისათვის, ეს უკვე ჩათვალეთ, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია და ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც რეალურად დაგეხმარებათ განვითარებაში. შეიძლება ბაზრის კვლევის ჩატარების ესე ვთქვათ გამოცდილება არ გაქვთ და მე თქვენ გირჩევთ ესეთ ძალიან მარტივ რამეს, რომ გამოიყენოთ მაგალითად Google-ი, გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რომლის სახმარებითაც უბრალოდ მარტივად იპოვით რეალურად კომპანიებს, რომლებიც იმ მიმართულებით არიან წარმოდგენილები, რასაც აყალიბებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც კონკრეტული თემა გაქვთ და
არსებობენ კომპანიები და ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, ყველაფერს სრულყოფილად აკეთებენ. რეალურად ბიზნეს მოდელი ყველას ერთნაირი არ აქვს. ბიზნეს მოდელები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ხედვა, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კონკრეტული პრობლემების მიმართ. შესაბამისად, თუ ჩაატარებთ ბაზრის კვლევას და აღმოაჩენთ, რომ პირობითად 10 კომპანია არის ბაზარზე, აუცილებელია რომ მათ დაუკავშირდეთ და გაიგოთ რეალურად რას აკეთებენ ისინი, როგორ პოზიციონირებენ და რა პრობლემას აგვარებენ რეალურად. თქვენ ამ პროცესში აღმოაჩენთ, რომ 10 განსხვავებული ბიზნეს მოდელი არსებობს, 10 განსხვავებული ბიზნეს მიმართულება, რომელიც შეიძლება საერთოდ არ არის თანხმდრაში იმ ბიზნეს ხედვასთან, რაც რეალურად თქვენ გაქვთ. მოდით გავაგრძელოთ ახლა ამ თემაზე საუბარი, გავაკეთეთ ბაზრის კვლევა. მოდით ახლა ისევ ეტაპებად დავყოთ. პირველი, გავიგეთ რეალურად რის იკეთება გსურს, გავიგეთ რეალურად რა პრობლემის მოგვარება გვინდა და მესამე, გავიგეთ ამ პრობლემის მომგვარებელი კომპანიები ან ადამიანები არსებობენ თუ არა. შემდეგი ეტაპზე გადავიდეთ და შემდეგი ეტაპი არის გეგმა. გეგმა უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის. პირველი არის ბიზნეს გეგმა. რეალურად უნდა განსაზღვრო ერთი წლის განმავლობაში სად აღმოჩნდება შენი ორგანიზაცია ან კომპანია. უნდა დაყო კვარტლებად შენი გეგმა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი სპეციფიკა და ძალიან დეტალებში ფიზიკურად ვერ ჩავალ, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა მოითხოვს ინდივიდუალურ ჩართულობას და პროფესიონალების ჩართვას, რომ გაგიწეროთ პირობითად ბიზნეს გეგმა, რომ იმ ყველაფერს მიყვეთ. მაგრამ თეორიულად და ზოგადად რო წარმოიდგინოთ, ერთი წლის გეგმა უნდა დასახოთ და ეს ერთი წლის გეგმა უნდა დაიყოს კვარტლებად, პირველი კვარტალი, მეორე კვარტალი, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. და უნდა დასახოთ კვარტლების მიზანი რეალურად. პირველი კვარტლის მიზანი სად უნდა იყოს თქვენი კომპანია? მაგალითად, ვინ უნდა გაიცნოს თქვენი კომპანია, ვინ უნდა გაიგოს, რა ფორმით უნდა გაიგოს თქვენი კომპანიის არსებობის შესახებ, ვისთან უნდა სცადოთ მოლაპარაკება და ასე შემდეგ. შემდეგი ეტაპი შესაძლებელია იყოს პირობითად არსებული გეგმის გადახედვა, მაგალითად, მეორე კვარტლის დასაწყისში და ასე შემდეგ. ეს ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ რეალურად გაიგოთ და მიზან მიმართულად იმუშაოთ თქვენი საქმის განვითარებისათვის. აქ დავამატებ იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს ხოლმე საქმიანობას რაღაც კონკრეტული გეგმის გარეშე და მიყვება ხოლმე დინებას. როგორც მაგალითად მე მოვიქეცი ასე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რეალურად მე პირდაპირ კონცენტრირებული არ ვიყავი, ისე პირდაპირ კონცენტრირებული არ ვიყავი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, გადათარგმნილიყო, ესე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობაში. მე არ ვიყავი კონცენტრირებული, რომ აუცილებლად გადავთარგმნიდი ამ აქტივობას, საქმიანობას ბიზნეს აქტივობაში და შესაბამისად გამოვიდა ის, რომ მე უბრალოდ სიტუაციურმა გარემოებებმა მიბიძგა, რომ გადამედგა ეს ნაბიჯები, მაგრამ მე თქვენ გირჩევთ, რომ თქვენ შეიძლება ჩემს მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, ან ვერ აღმოჩნდეთ, ან საქმიანობა არ აირჩიოთ ისეთი, რომელიც მაგალითად ასეთ მოულოდნელ რაღაცებს, ესე ვთქვათ, მოგიტანთ დადებით მოულოდნელობებს, ძალიან ინდივიდუალური და ჩემთან ასოცირებული საქმე არის, რომელსაც ესე ვთქვათ, ისედაც ვაკეთებდი, ისედაც ვცდილობდი, რომ გაყიდვების მიმართულებით, ასე ვთქვათ, კავშირები კიდევ უფრო მასშტაბური მქონოდა და ამ მასშტაბურობას უბრალოდ სახე და ფორმა მივეცი, ნელ-ნელა უკვე ფორმას იღებს, ესე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობის. რო დაუბრუნდეთ ახლა რეალურად სათქმელს და ისევ ეტაპებად დავყოთ, პირველი ეტაპი რეალურად ის იყო, რომ გავიგეთ სად და რა ფორმით გსურს და რა სფეროში გსურს ესე ვთქვათ ოპერირება, მეორე არის რეალურად რა პრობლემას ვაგვარებთ, მესამე არის ესე ვთქვათ გავიგოთ რეალურად ამ პრობლემის მომგვარებელი ადამიანები ან კომპანიები არსებობენ თუ არა და მეოთხე არის გეგმა, რომელიც რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისათვის. რეალურად რო წარმოიდგინოთ, ჩემი რეალური გეგმა ამ შემთხვევაში ის იყო, რომ მე მეპოვა ადამიანები, კომპანიები, რომლებიც საჭიროებდნენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს. რეალურად ჩემი გეგმა ესეთი იყო, მაგრამ მე რეალურად ვერ ხვდებოდი, რეალურად ეს ყველაფერი ჩემი გეგმა იყო, რომელსაც ესე ვთქვათ, ბუნდოვნად ვაკეთებდი და ვერ ხვდებოდი, რომ ეს იყო რეალურად ჩემი ბიზნეს გეგმა, რომლისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ და ვაკეთებდი ადრეც. შესაბამისად, თქვენს გირჩევთ, რომ აიღოთ რაღაც კონკრეტული გეგმა, მიზანი,
რომელსაც უნდა მიაღწიოთ კონკრეტული ვადის განმავლობაში. ანუ თუ დასახავთ კონკრეტულ ვადას, კონკრეტულ დროსა და თარიღს, რომ ამ კონკრეტულ მომენტამდე მივიდე და მივიღო ის შედეგი რეალურად, რაც მე მჭირდება, მოგცემთ აუცილებლად სასურველ შედეგს. სხვა შემთხვევაში თქვენ საწყის ეტაპზე დაიწყებთ საქმიანობას мотивაციით, დიდი ენერგიით, მაგრამ შეხვდება ძალიან დიდი ბარიერები, შემაფერხებელი რაღაც ფაქტორები, შეიძლება შეხვდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დემოტივაციაში აღმოჩნდეთ და გადაწყვიტოთ, რომ რეალურად ეს საქმიანობა აღარ გააგრძელოთ და უბრალოდ დარჩეთ ერთად რიგით თანამშრომლად რომელიმე კომპანიის. შესაბამისად, მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, აუცილებელია თქვენ გქონდეთ თქვენი საკუთარი ბიზნეს გეგმა. ბიზნეს გეგმასთან ერთად აუცილებელია გქონდეთ ფინანსური ბიზნეს გეგმაც, რადგან ეს სურვილი, мотивация და მოკლედ მთელი რიგი ესე ვთქვათ, ენთუზიაზმი რაც გაგაჩნია, ძალიან მაგარია და საჭიროა, მაგრამ ნებისმიერი აქტივობა თუ საქმიანობა ასოცირდება და ითარგმნება ესე ვთქვათ შემოსავლებში. ეს შემოსავლები რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე ყველას არა აქვს და მათ შორის მეც არ მქონდა და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემოსავლების დაგენერირების პროცესში ვარ და შესაბამისად გიწევს, რომ იმ რეალობას მოერგო, რა რეალობაშიც ხარ. ანუ შენი ფინანსები და შენი შემოსავლები ეხლა რა ეტაპზეც არის, ყველაფერი უნდა მოერგო საკუთარ თავთან. შესაბამისად უნდა გააკეთო ესე ვთქვათ რაღაც დოზის პროგნოზი, მაგრამ თუ გაქვს ახლა შესაძლებლობა პირობითად რომ ინვესტიცია განახორციელო პირდაპირ რაღაც კონკრეტული საქმიანობის მიმართულებით, გირჩევ რომ დაიქირავო პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ესე ვთქვათ მზად არიან სწორი ფინანსური ბიზნეს სტრატეგია დაგისახონ და ამ სტრატეგიას მიყვე, რადგან ფინანსური ბიზნეს სტრატეგია არის ერთგვარი ესე ვთქვათ კომბო ბიზნეს გეგმის, ესე ვთქვათ მარკეტინგული აქტივობების, სტრატეგიის, ბაზრის მოკვლევის პირობითად, ვინ რამდენს იხდის, რატომ იხდის პირობითად, სად რა მონაკვეთში უნდა დასხარჯო მაგალითად თანხა, სად უნდა ელოდო მოგებას და ასე შემდეგ. მთელი რიგი პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო იმისთვის, რომ რეალურად გქონდეს სასურველი შედეგი. ანუ რეალურად ნებისმიერ საქმიანობას, რასაც ვიწყებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაგენერიროთ სასურველი შემოსავლები, ხო, რეალურად ასეა. პირველი ეტაპი, კვლავ რო გავიმეორო, არის ის, რომ ვპოულობთ სფეროს მიმართულებას, რომელიც რეალურად გვიყვარს და გვაინტერესებს. მეორე, ვიგებთ რეალურად რა პრობლემას ვაგვარებთ. მესამე, ვატარებთ ბაზრის კვლევას, რომელიც გვეუბნება ჩვენს გარდა კიდევ ვინ აპირებს ან აკეთებს ამ მიმართულებით საქმიანობას. მეოთხე არის ბიზნეს გეგმა, რომელიც გვაჩვენებს გზას და მიმართულებას თუ საით უნდა განვითარდეთ და შემდეგი არის ფინანსური ბიზნეს გეგმა, რომ დასახული ბიზნეს გეგმა გადაითარგმნოს ესე ვთქვათ შემოსავლებში. შემდეგი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ დავიწყოთ ამ ყველაფრის რეალიზაცია, ხო? რეალიზაცია. ხანდახან მაგალითად კონკრეტულად ესე ვთქვათ პროდუქტის რეალიზაციის დროს კომპანიები და ადამიანები ზოგადად ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან სანამ უშუალოდ ამ 5 მნიშვნელოვან პუნქტს გაივლიან, უცებ რატომღაც ჩათვლიან, რომ აი მე ძმაო ვიყიდ დიდი პირობითად რაღაცა 10 ბურთს, იმიტომ რომ ეს ესეთი კარგია და ასე შემდეგ, ან მაგალითად 10 მანქანას, რადგან გამძლე არის, რაღაცა ეკონომიურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე იწყებენ უამრავი რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობის კონკრეტული პროდუქციის შესყიდვას, ჩამოტანას და შემდეგ იწყებენ ამ ყველაფრის გაყიდვას. მომსახურების მიმართულებითაც შესაძლებელია, რომ პირობითად თავიდან კომპანიებმა დაიმატონ უამრავი ბიზნეს მიმართულება და დაიწყონ შემდეგ მათი რეალიზაცია. არადა ყველაზე არასწორი და არამომგებიანი გადაწყვეტილებაა და გეტყვით რატომ. როდესაც რაღაცის გაყიდვა გსურს, უნდა გავიგოთ და ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან და არიან ყიდველ უნარიანები, ესე ვთქვათ, უფრო სწორი შეფასება იქნება. მზად არიან რომ გადაიხადონ, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი ან კომპანია, რომ ამ ყველაფერში რაღაც თანხას გადაიხდის, ხო? სანამ უშუალოდ ამ ყველაფერს გავიგებთ, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე მაქვს საუბარი, ანუ თუ გაქვს გავლილი ის ეტაპები, რაც წეღან ვახსენე, რა თქმა უნდა, მე უკვე ძალიან მარტივია იმ ყველაფრის დასახვა და განხორციელება, თუ როგორ უნდა გაყიდო და ვისთვის უნდა გაყიდო, ესე ვთქვათ, მომსახურება. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ვახსენე, ანუ ვისთვის უნდა გავყიდოთ ეს მომსახურება, რომ იყოს, ესე ვთქვათ, საინტერესო და მომგებიანი. საინტერესო, მომგებიანი და რაც ყველაზე მთავარია, საჭირო.
შესაბამისად, გავაგრძელოთ ახლა საუბარი და თქვათ, რომ როდესაც გვაქვს პროდუქტი, ხელშესახები პროდუქტი, მე ყველას გირჩევთ, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი იყოს მაქსიმალურად, მე გირჩევთ ყველას, რომ ეს კონკრეტული ხელშესახები პროდუქტის რაოდენობა მაქსიმალურად იყოს გონივრული და არ იყოს, ესე ვთქვათ, დიდ თანხებთან დაკავშირებული, რადგან საწყის ეტაპზე მოგიწევთ, რომ ამ კონკრეტული პროდუქციის, ესე ვთქვათ, თვითღირებულება გადაიხადოთ საკუთარი ჯიბით. ძალიან დიდი მოგების მოლოდინი ნუ გექნებათ. რა თქმა უნდა, არის იმის ალბათობა, რომ პირობითად ერთი გამოცხადებული Facebook რეკლამით გაყიდოთ ყველაფერი, მაგრამ ამის ალბათობა არის ძალიან 50-50-ზე მოკლედ რა. შეიძლება 50-50-ზეც არ იყოს, მაგალითად 70-30-ზეც იყოს და ასე შემდეგ. გააჩნია უბრალოდ პროდუქტს და საჭიროებას ამ კონკრეტული პროდუქტის. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია და გამოცდილებით მიღებული რჩევა არის ის, რომ სანამ უშუალოდ რაღაცა დიდი რაოდენობით პროდუქტს გავყიდით, მაქსიმალურად გონივრული რაოდენობა ავიღოთ ამისთვის და ვიმუშაოთ ამ გონივრული ვადის რეალიზაციაზე. ანუ მაგალითად თუ 1 ცალი გაიყიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ 30 ცალი უნდა ვიყიდო. მაგალითად 30 ცალი პროდუქტი შევისყიდეთ და გაიყიდა მხოლოდ და მხოლოდ 1 რაღაცა მაგალითად 2 კვირაში, 3 კვირაში, ეს იმის მანიშნებელი არ არის, რომ ჩვენი გაყიდვები სწორად ვითარდება და აუცილებლად კიდევ 30 ცალი პროდუქტი დავიმატოთ. ეს არის მესიჯი და ეს მესიჯი გვეუბნება, რომ ჩვენ 30 ცალი პროდუქტი გვაქვს და მხოლოდ 1 გაიყიდა. ამ დროს საკუთარ თავს უნდა დაუშვათ კითხვები, რატომ გაიყიდა მხოლოდ 1 ცალი 2 კვირის განმავლობაში? რა გავაკეთე იმისთვის, რომ 30-ვე გაყიდულიყო პირობითად და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს 30 ძალიან სწრაფად გავყიდო და დავიმატო შემდეგ ეს პროდუქცია. შესაბამისად, როდესაც ასეთ რაღაცაზე დავიწყებთ ფიქრს, აუცილებელია კონცენტრირდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ანუ ამ ყველაფერზე, როდესაც დავიწყებთ ფიქრს და კონცენტრირებას, რეალურად მიხვდებით, რომ აუცილებელი არ არის, რომ გქონდეს უსაშველო და უსაზღვრო, ესე ვთქვათ, მასშტაბების რაღაცა პროდუქტი და პროდუქცია, რომ ჩვენმა ბიზნესმა იარსებოს. რეალურად ჩვენი ბიზნესის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები არის გაყიდვები, ხო? სანამ უშუალოდ არ გაიყიდება ის 30 ცალი კონკრეტული პროდუქტი, მე გირჩევთ, რომ არ დაიმატოთ მარაგი. კიდევ ერთხელ გავმეორდები, ნებისმიერი პროდუქტი ან მომსახურება არის ინდივიდუალური, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ამ ყველაფერს სჭირდება განსაზღვრული გონივრული რაოდენობები, რომ კონკრეტული საქმიანობამ დაიწყოს, ესე ვთქვათ, მომგებიანობა. მოდით ეხლა მომსახურების სფეროსაც შევეხოთ. მე მქონია ესეთი გამოცდილება და შეხება ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც აქვს ძალიან ბევრი მომსახურება სერვისი და ბიზნეს მოდელის რეალური მიზანი არის, რომ ვინმეს რამე თუ დასჭირდება, მოვიდეს ჩემთან. რეალურად ეს ბიზნეს მოდელიც არის, ესე ვთქვათ, არც ისე მომგებიანი. რეალურად ბიზნეს მოდელი არის ესეთი, რომ მაგალითისთვის თუ იყიდი პირობითად ბუღალტერიას, გეყოლება საგადასახადო აუდიტი, გეყოლება ფინანსური მენეჯერი პირობითად, HR-ი, რაღაცა იურიდიული წარმომადგენელი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ასეთ მიმართულების წარმომადგენლებს გონიათ, რომ ეს ყველა მიმართულება ერთმა ადამიანმა უნდა გაყიდოს და რეალიზაცია უნდა განახორციელოს, მაგრამ რეალურად რო წარმოიდგინოთ ნებისმიერ მიმართულებას, ეს იქნება, რა ვიცი, რა სფეროც არ უნდა იყოს, ყველა სჭირდება შესაბამისი წარმომადგენელი, შესაბამისი გაყიდვების თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს იმ კონკრეტულ პროდუქტზე, იმ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციაზე, რომ გქონდეს სასურველი შედეგები. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შედეგები დაგენერირდება, მაგრამ საერთო ჯამში არ იქნება ისეთი სურათი, ისეთი მომგებიანი სურათი, რომელიც რეალურად ჩვენ გვჭირდება. მომსახურების სფერო კიდევ უფრო სპეციფიურია, რადგან ესე ვთქვათ, ჩვენ ამ მომსახურების პროცესში ვყიდით, ესე ვთქვათ, პირობას და არა პროდუქტს. პირობის რეალიზაცია ზოგადად ნებისმიერი სფეროსთვის არის ძალიან რთული, რადგან ადამიანებს სჭირდებათ ამ მიმართულებით გამოცდილება, ცოდნა, კავშირები პირობითად და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ითარგმნება ხოლმე პარტნიორებში. თუ ჩვენ შევადარებთ, ესე ვთქვათ, კონკრეტული ხელშესახები პროდუქტის რეალიზაციას, მომსახურების რეალიზაციას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან როდესაც ადამიანს შეუძლია რომ შეეხოს, გაიგოს და შეიგრძნოს ის კონკრეტული პროდუქტი
და პროდუქტი მას კიდევ უფრო მარტივად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მიიყიდოს ის კონკრეტული ესე ვთქვათ პროდუქტი, მაგრამ თუ მომსახურების რეალიზაციაზე ესე ვთქვათ კონცენტრირდებით, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ფიქრობს იმაზე, თუ რაში სჭირდება ეს მომსახურება და რა ღირებულებას მიიღებს მაგალითად მისი კომპანია ან საქმიანობა, რასაც ახორციელებს ამ კონკრეტულ მომენტში. ანუ რეალურად მომსახურების რეალიზაციის დროს აუცილებელია გავიგოთ რეალურად სჭირდებით თუ არა. ანუ გამოდის რომ მომსახურების რეალიზაციისთვის ვეძებთ იმ ადამიანებს და იმ კომპანიებს, რომლებსაც პოტენციურად სჭირდებათ ჩვენი მომსახურება. ასევე მინდა კიდევ უფრო მეტად ჩავშალო გაყიდვების ამბები. პროდუქტის რეალიზაციის შემთხვევაში თუ მარაგების დამატებაზე იყო, ესე ვთქვათ, საუბარი, მომსახურების რეალიზაციის მიმართულებით, აუცილებლად ალბათ ფიქრს იწყებ იმაზე, რომ დაიმატო პირობითად ძალიან ბევრი პროფესიონალი თანამშრომელი, რომელიც მაგალითად უხელმძღვანელებს კონკრეტულ მიმართულებას. მაგრამ რეალურად სანამ ამ პირველ ნაბიჯს გადავდგამ და ესე ვთქვათ, შემოვიკრიბავთ უამრავ საქმიან პროფესიონალ ადამიანს პირობითად მოდი საგადასახადო აუდიტი ავიღოთ პირობითად, ან ფინანსები ავიღოთ, ან ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ ამ ყველაფერს განახორციელებ, აუცილებელია ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ როგორ უნდა გაყიდო ეს ყველაფერი. ანუ სანამ უშუალოდ მომსახურების რეალიზაციას არ განახორციელებ, კიდევ ერთ რეკომენდაციას გავცემ, რომ დაიმატებთ ესე ვთქვათ თანამშრომლებს, რადგან თითოეული თანამშრომელი თქვენთან მუშაობას იწყებს იმისთვის, რომ გადაუხადოთ ესე ვთქვათ კონკრეტული ფიქსირებული ანაზღაურება. თუ ამ ყველაფრის ფერს განახორციელებთ, თქვენთვის იქნება ესე ვთქვათ წამგებიანი, რადგან ეს იქნება ერთგვარი ზედმეტი ხარჯი საწყის ეტაპზე, რადგან თუ მაგალითად ერთ თანამშრომელს შეგიძლია გადაუხადო 1500 ლარი, 10 შესაბამისი თანხა უნდა გადაუხადო, ხო? ურამხელა ციფრებზე ავდივართ და რეალურად ამხელა თანხის ესე ვთქვათ ინვესტიცია ადამიანურ რესურსზე საწყის ეტაპზე მომსახურების სფეროში არ არის ხოლმე რეალურად მომგებიანი. ანუ მე ამ ყველაფერს გიზიარებთ ჩემი მიღებული პრაქტიკული გამოცდილებითა და ცოდნით. რა თქმა უნდა, თითოეული ეტაპები უნდა გაიაროთ პროფესიონალებთან და თუ სურვილი გექნებათ რომელიმე ეტაპში საჭირო ადამიანების ჩართულობის, თქვენ შეგიძლიათ მოგმართოთ ორგანიზაცია მაკეთებელს და მე თქვენ დაგაკავშირებთ ზედმეტ ბიუროკრატიის გარეშე იმ კონკრეტული მიმართულების წარმომადგენელთან, რომელიც რეალურად სრულყოფილად განახორციელებს იმ აქტივობას თუ საქმიანობას თუ საჭიროებას, რაც რეალურად თქვენ გჭირდებათ. რო დაუბრუნდეთ რეალურ სათქმელს, გამოდის, რომ თუ ვამბობთ, რომ პროდუქტის დამატება და მომსახურების მიმართულებით თანამშრომლების დამატება საწყის ეტაპზე რაოდენობრივად არ არის მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი რადგან გავიარეთ, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით, რომ ნებისმიერი მომსახურების ან პროდუქტის, ესე ვთქვათ, რაოდენობის გასაზრდელად თუ ადამიანური რესურსის დამატებისთვის განახორციელეთ ესეთი მარტივი რამ, გაყიდეთ გაყიდვებამდე. ანუ მაგალითისთვის თუ თქვენ მაგალითად ერთი კონკრეტული პროდუქტი გაყიდეთ, ანუ ერთი კონკრეტული მომსახურება გაყიდეთ და ერთი კონკრეტული კონტრაქტი შემოგივიდათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ და არ უნდა შეწყვიტოთ პოტენციური მომხმარებლების მოძიება, პოტენციური კლიენტების მოძიება, შეიძლება ამ სიტყვას იყენებდეთ, რადგან ციფრი 1 და 1 კონტრაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მოიტანს ესე ვთქვათ დამატებით შესაძლებლობებს, პროექტებს და ასე შემდეგ. ანუ თქვენ თუ ერთი მომსახურება გაიყიდა, უნდა გაიგოთ რეალურად რატომ გაიყიდა, რისთვის გაიყიდა და რა მოლოდინებს აქვს კონკრეტულად მაგალითად იმ კონკრეტულ ადამიანს თუ კომპანიას, ვინც იწყებს თქვენთან თანამშრომლობას. ანუ მომსახურების რეალიზაციის პროცესში აუცილებელია გავიგოთ პირველ ეტაპზე, პირველ მომხმარებელთან ეს ყველაფერი, რომ ანუ რისთვის ვჭირდებით ჩვენ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენთან თანამშრომლობის შესახებ და რა მოლოდინები აქვს რეალურად ჩვენი კომპანიისგან, ჩვენი სტარტაპისგან, რომელიც იწყებს მასთან თანამშრომლობას. ეს რაში დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ რეალურად რა მიმოქმედა მასზე, რომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყო თქვენთან თანამშრომლობა. როდესაც ამ უკავშირებს მიიღებთ, რეალურად ამ უკავშირების შესაბამისად განახორციელებთ შემდეგ გაყიდვებს. კონკრეტული ესე ვთქვათ, ხელშესახებები პროდუქტის რეალიზაციისთვის, ესე ვთქვათ, ფიზიკური პროდუქტის რეალიზაციის დროსაც მსგავსი უკავშირების ქონა აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად როგორ უნდა გავყიდოთ პროდუქტი. ანუ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავზე გადავედი, ანუ ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციისთვის აუცილებელია იცოდე მომხმარებლის უკავშირი. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა ეცადო და რაც არ უნდა ბაზრის კვლევა ატარო,
რეალურად ვერ გაიგებ, როგორ უნდა გაყიდო შენი პროდუქტი, ვის უნდა მიაწოდო ეს კონკრეტული პროდუქტი და რა ფორმით უნდა მიაწოდო, რადგან ადამიანები ვართ ძალიან ინდივიდუალურები. მაგალითად, მე რაღაცა თუ მომწონს, შეიძლება შენ, რომელიც ამ ვიდეოს უყურებ, არ მოგწონდეს პირობითად წითელი ბურთი, მოგწონდეს ყვითელი, იმიტომ რომ ყვითელი ფერი შენთვის უფრო საინტერესო და რაღაცა უკეთესი ფერია ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მაგალითად ძალიან ზოგადი და უტრირებულია, მაგრამ მომსახურების მიმართულებით ან პროდუქტის რეალიზაციის დროს უკავშირი არის რეალურად გასაღები ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვა ეხლა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ბიზნესის განვითარებას, პროდუქტის რეალიზაციასა და შედეგიანობას. და ეს კითხვა გახლავს, ვის სჭირდება ჩვენი მომსახურება ან პროდუქტი. ძირითად შემთხვევაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, პასუხი აქვთ, რომ ყველას სჭირდება და ყველას უნდა ეს მომსახურება, აუცილებლად უნდა გქონდეს იმისთვის, რომ განვითარდეს, მაგალითად, კარგად ეცვას ან რა ვიცი, რაღაც შეიძლება მოვიფიქროთ. რეალობა არის ის, რომ ყველას არ სჭირდება ჩვენი მომსახურება, რადგან ყველა არ არის გადამხდელ უნარიანი. ანუ ყველას არ უნდა ჩვენს პროდუქტში გადაიხადოს თანხა. ხო ხვდებით? ანუ მომსახურება შეიძლება სჭირდებოდეთ და უფასოდ მიიღოს, მაგრამ თანხა არ გადაგიხადოს. ანუ თუ დაფიქრებულ ხარ მაგალითად მსგავს რამეზე, დამიწერე კომენტარებში. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვიპოვოთ იმ ეტაპების შემდეგ, რა ეტაპებზეც ვილაპარაკეთ რამოდენიმე წუთის წინ. შესაბამისად, თუ გავიგებთ, ვის სჭირდება ჩვენი მომსახურება და ვინ არის მზად რეალურად ჩვენი პროდუქტის შესაძენად, მივუახლოვდებით და რეალურად ხელს მოვკიდებთ პროდუქტის გასაღებს. ანუ პროდუქტის რეალიზაციის გასაღებს უფრო სწორი იქნება. მოდით ახლა ბოლო ეტაპები შევაჯამოთ და ვისაუბროთ ესეთ რამეზე, რომ როდესაც ერთხელ გავყიდით კონკრეტულ პროდუქტს, უნდა გავიგოთ რეალურად რატომ იყიდა კონკრეტულმა ადამიანმა ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება და მეორე აუცილებლად გაყიდვების პროცესში უნდა ვეძებოთ კითხვაზე პასუხი, ვის სჭირდება ჩვენი მომსახურება ან პროდუქტი. რეალურად დღეს ეხლა მე რაც გაგიზიარეთ, არის საწყისი ეტაპი, რაც ამ ეპიზოდში მოგიყევით, ეს არის ეტაპები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროს ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა და მინდა გითხრათ, რომ მოქმედ ბიზნესებსაც კი გამოგადგებათ. ეხლა მე რაც გაგიზიარეთ, ეს რა თქმა უნდა გამოადგება ესე ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ორგანიზაციები, კომპანიები და ასე შემდეგ. აქვე დავაანონსებ, რომ ყოველ კვირა შევეცდები, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შევქმნამ ეპიზოდები. ეპიზოდები დაკავშირებული იქნება ბიზნესთან, რა თქმა უნდა, და გავაკეთებ ესე ვთქვათ, გადაცემის ფორმატს. სადაც ვისაუბრებ სხვადასხვა სფეროებთან. გავაკეთებ ესე ვთქვათ, ბაზრის კვლევებს, მოვიკვლევ მაგალითად კონკრეტული სფეროს მიმართულებით, რომელი კომპანიები არიან ეხლა ამ ეტაპისთვის აქტიურები, ვის აქვს კარგი პირობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება საჯარო, თითოეულ სკრიპტს, ინფორმაციას, რასაც გამოვიყენებ, შევათანხმებ შესაბამის ადამიანებთან, კომპანიებთან და შემდეგ გაგიზიარებთ ხოლმე დამატებით. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რა ინფორმაციასაც თქვენ ჩემგან გაიგებთ, იქნება საჯარო, ანუ საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციების მეშვეობით გაგიზიარებთ ხოლმე ესე ვთქვათ ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ახლა შევეცადე რომ სხვადასხვა მიმართულებებს, ანუ ბიზნესის დაწყებას და მოქმედ ბიზნესებთან დაკავშირებულ საკითხებს შევხებოდი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დეტალურად შესაძლებელია ამ თემატიკების გაშლა და ამ თემატიკების გაშლა მსურს შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან, რადგან მე ვარ გაყიდვები, მე შემიძლია პროდუქტის რეალიზაცია, ნებისმიერ საქმიანობასა და ქმედებას ვუყურებ ისე, რომ მოვძებნო რეალურად გზა, ფორმატი ან შესაძლებლობა, რომ გაიყიდოს კონკრეტული მიმართულება და ამ გაყიდვებმა მოგცეს ესე ვთქვათ შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მე კომპანიებს ვეხმარები კონკრეტულ კომპანიებს ბიზნესის განვითარებაში და სტრუქტურის ჩამოყალიბებაში და შესაბამისად ამ გამოცდილების ფონზე რა პრაქტიკული გამოცდილებას მქონდა, ეს გაგიზიარეთ ორივე მხარისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ამ თემატიკას ისევ უნდა დავუბრუნდეთ და უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ ბევრი ნიუანსი, რადგან ძალიან ბევრ თქვენთაგანს გამოგადგებათ ეს ყველა. თუ ეს ეპიზოდი მოგეწონათ და საინტერესო იყო თქვენთვის, თხოვთ გამოიწერეთ გვერდი, დალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ მორიგ საქმიან ამბავს. მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეთებელი.